დავით უსუფოაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის დარჩევის შემდეგ გარდაცვლილ ირინე ენუქიძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ენუქიძის ხსოვნა სათანადოდ უნდა იქნას დაფასებული, ვინაიდან ამ ადამიანთან ძალიან ბევრი ვალშია. ოქროყანაში 2006 წელს პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2007 წელს გარდაიცვალა. გირგვლიანის საქმე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე იყო ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში. ევროსასამართლომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ საქართველოს მხარეცნო. Am tribunიდან პირველი განცხადება რაც მინდა გავაკეთო, თუ რის გაკეთებას ვაპირებ პირველ რიგში, ერთ-ერთ პირველ რიგში, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, მინდა სათანადოდ უზრუნველყოთ ქალბატონი ირინა ენუქიძის ხსოვნის დაფასება. მეც არ ვიტყვი ახლა, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენც და ძალიან ბევრი ვალში ვართ ქალბატონ ირინა ენუქიძესთან, ჩვენი დროის მე ვიტყოდი ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველთან.